გამიგზელდა დღეს ვიდეოს გადასაღებად მომზადება, იმიტომ რომ ცოტა არ იყოს დავიკარგე რა, შემთხვევით გავყევი არასწორი მეტროს ხაზს. აქ როგორ არის ისეთ ჯერ, ბევრად ისეთია. რთული გასაგნები ცოტა მეტრო, იმიტომ რომ 5 სხვადასხვა როგორც ვიცი, 5 არ ვიცი მე ზუსტად რამდენია. მაგრამ რამდენიმე სხვადასხვა მეტროს კომპანია ოპერირებს და მოძრაობენ მაგალითად ერთ-ერთი იგივე გაჩერებაზე სხვადასხვა კომპანიის მატარებლები დადიან. და რაც არის ერთ-ერთი მთავარი ის რომ სხვადასხვა ჩასაჯდომიდან ხო სხვადასხვა ხაზზე გადიხარ, ხოდა ცუდი ის არის რომ Google Maps-ს რო უყურებ რა, იმ ლაინს გიჩვენებს სადაც უნდა დაჯდე. მაგრამ თუ არ დააკვირდი იმას, რომელი მიმართულების ლაინზე უნდა დაჯდე, რომელ მხარეს, მან შეიძლება ცოტა იმას ქნახი. გაიჭედო. ადრეც დამემართა ეგ, კაცო ეგ არაფერი. ხდება ხოლმე რა, ისეთი თემა ეხა საქართველოში რო რუსთაველზე რო ჩახვიდე და რავი რაღაცა გდანის მაგივრად რო ვარ კეთილში გახვიდე შემთხვევით, მაგდენი გაჩერება არ გამივლია, ორი გაჩერების მერე ტელეფონიდან რო ამოვიხედე მივხვდი რომ ვახ, ჩემი ეს აქ არ უნდა იყოს მეთქი. ეგ იმოსქენი მოახერხე მაინც, რომ დიდი ხანი არ დამიკარგოს მაგაში, მე წამოვედი ცოტა ვჭამე. თან მაგარი მკვდარი ვიყავი დღეს, იმიტომ რომ გუშინ დავიძინე რომელზე? გუშინ დავიძინე 2-ზე და დღეს ავდექი 7 საათზე. და 7 არ იყო, თავისით გამიღვიძა 7 საკ და 20 წუთი. და ეხლა უნდა ვინადი რომ ანიმე ფიგურებზე და მანგებზე ნეიტრალურ ტერიტორიაზე ოსაკაში, შინ ოსაკაში და მივდივარ ნამბას გაჩერებასთან. არის ახლოს ერთ-ერთი რაღაც სპოტი, სადაც შეგიძლია რომ იაფად იყიდო რაღაცეები. ოღონდ პრობლემა რა არის ახლა? მე ვერ ვიყენებ რუკას გადასაადგილებლად ამ წამს, იმიტომ რომ ტელეფონი მაქვს დაკავშირებული ჩემს DJI Stick-ზე. და ესე მიჭირავს. იმიტომ უნდა გავაგნო ჩემით. იმედია მოვახერხებ. დაახლოებით მაქვს წარმოდგენა საით უნდა გავიდე. თავი. ქარია მოვარდა. და ისე იმოშვები. ხელით ვიჭერ ქუდს. მე ყველაფერი კარგად იქნება. აი მე როგორც ვიცი, დაახლოებით ესე უნდა წავიდე. იმედია წავალ. კაი, დაახლოებით ეხლა გადავხედე ლუკას და დავამუღამე საით უნდა წავიდე. და გავუყვები გზას იქით. просто ძალიან რთულია რა. ბევრი ადგილი ერთმანეთს გავს. განსაკუთრებით ეს განმეორებადი მაღაზიებით და 7-Eleven-ებით და Lawson-ებით და Family Mart-ებით ყველა კუთხეში რომ არის ძალიან მეშვება გავს. არა, ჩვენ დავნებდებით. ყველაფერს შევძლებთ. არა გიორგი. არა. აი, წავედი. არის. აი, აქაც არის. აი, ეს გვერდით. ეს არის სათამაშო აპარატები. პატარა კაზინოა. ოღონდ ამ სლოტ მაშინების რა. ვაიმე. ოღონდ ეს სლოტ მაშინები. მოქმედებს როგორ? ცოტა განსხვავებულია. არ არის ჩვეულებრივი მარწყვები და რა ქვია, უბედურებები და სამყურები და ისინი რა. აქ არის რაღაც ანიმე თამაშები რა. შედიხარ ფულს რა თქმა უნდა აგდებ ამ აპარატში და თამაშობ რაღაცა ანიმე თემატიკაზე და რაღაცა ესეთ ძალიან ვიდეო თამაშებზე აწყობილ რაღაცას. და რაშიც იგებ ფულს. და ყველაზე ჩემი პირველი ესეთი ძალიან დიდი შოკი იყო ეგეთ იმაში რომ შევედი და დავინახე 80 წლის ბებოები რომ ესე ზიან და გაცხარებულები რომ თამაშობენ ამ იმაზე რა. ძალიან კაი იყო.
თურმე ვიდეოს რო ვიღებ ამ DJI-ის აპლიკაციაში, შეგიძლია პატარა ცაბად ის გახსნა რუკა და მაგითი მოძრაო. ნეტა აქამდე მეფიქრა მაგაზე. იმიტომ რომ ჩემი ეს გონება შეზღუდულია ესეთ რაღაცეებში რა. ანუ აი წარმოუდგენელი ხო არის ხოლმე რა, იმიტომ მე რომ მიშეული ვარ ეგეთი რაღაცეები. ნაირად რაღაცა უცბად მახსენდება ხოლმე რომ ჩვენ ხო ძალიან განვითარდით. ხო და რატომაც არა. ესე არის გასასვლელი. დილით აქ ლაპარაკი იმენა მიტყდება ხოლმე რა. ყველა რაღაცა ძალიან ცუდ ხასიათზეა. იმიტომ რომ სამსხურში მიდიან გადაჭედილ მეტროებში უწევთ გზავრობა წეგანან ძლივს ავეტენე. ეგ იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შემეშალა რომ ანუ უცბად მოხდა ყველაფერი რა, ძალიან ბევრი ხალხი იყო მატერებელი ჩამოდგა და მეთქი ვა შევყევი და ესე ამათ დავაბრალებ და ამათ სამსახურებს. მე კიდე ნამბა სიტიში სავაჭრო ცენტრში მალე მოვალ. მაგრამ აქ სხვა რაღაცეებიც არის და მგონი მანდაც შემიძლია ახლა აქ ვიპოვო. ჩუმად ეწევიან. ვიპოვე PlayStation is good to say. მოვაგენი და თან მაგარი გამაბნიეს, ანუ მეორე მხრიდან მივედი ორი შესასვლელით და იქ ეწერა რომ 11-ზე იღებდა, 12-ზე იღებდა ნიკაც. მეთქი ანუ აქაც ეხლა ვფიქრობ ისინი ძღიერები ხო არის, სადაც ვიყავი და სხვა შესასვლელიდან შევსულიყავი. вообще реакция пиратосерф. Он поедет куда именно. Примеру, согрешил выкида из наканала, наканала выкида. Дай пиратия пиратия ходы. А то минимум от 40 долларов на хендл, это I guess minimum. ეგარი პალფო ვიყიდე ის რაც დიდი ხანია მინდოდა მივეცი ჩემ ფოტოქრება და ჯერ ერთი ძალიან ნერვმოშლილი ვარ რომ აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირებულია ერთ წელში ესე როგორ შეიძლება მოიმატოს ფრასებმა საქართველოს ხო არ არის რა არის მაგრამ ვიყიდე ძალიან დიდი ბოა ჰენკოკის ფიგურა Aș გადავიხადე ძვირ. არ დავასახელე გრამდე. იმიტომ რომ მე არ მშვენია ესეთი დანახარჯების გაკეთება ნიმთებზე. მაგრამ აი დანდაბას ჩემ თავს დავედები დღის საჩუქარი გავუკეთე. ძალიან მაგარ მაისურების და არა მარტო მაისურების ჯაკეტების დასმელის მაღაზიას მოვგენი. სულ ანიმე სტილში და ახლა გაჩვენებთ. Πρέπει να έχεις δίκιο. Μαρατσούκι. Ეხლა ის არის აი baseball cast steel chairs rufis ამოსაცმელი რომელიც გის 1000 ლარი 50000 იენი. დავით ნაკופის